ყინვამ ადრეული ხეხილის ნარგავები, ყველაზე მეტად კი გარგარი და ბალი დააზიანა. ხეხილის სხვა ჯიშები კი უვნებლად გადარჩა. ფერმერ გია ქიტასაშვილის ინფორმაციით ზარალი უმნიშვნელოა და მოსალოდნელი თბილი და მზიანი ამიდის შემთხვევაში წლევანდელი წელი ბარაქიანი იქნება. თავისი დაღი დაასვა ამ ძლიერმა ყინვებმა. მე წინა გადაცემაში აღვნიშნე, რომ ეს იმოქმედა ესპანური ჯიში, რომელიც ადრეული არის და დღეს ვიყოფებით თავად გარგარში, აი სადაც ვხედავთ, რომ აქაც მოყინული არის ნაწილი ძალიან დაბალი პროცენტი, შეიძლება ითქვას 15% და 20%-ზე მეტი არ არის გააჩინე ახლა ადგილებსაც. ანუ თავისი დაღი დაასვა ამ სიცივემ, იყო 7-8 გრადუსი იყო და ის მომენტი იყო, როდესაც უკვე გაყვების პერიოდი არის რა და ნაწილობრივ იმოქმედა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ლიმფა ჯიში არის ასეთი გარგარი, რომელიც ადრე შემოდის ჩვეულებრივ გარგარზე შემოდის 10 დღით ადრე და აი ის კი ნამდვილად რაღაც 30% გაფუჭდა. დანარჩენი ვაშლატამები იტალიური, ჩვენ ვიცით, ჩვენთან რო არის გავრცელებული კახეთში, კერძოდ გურჯაანში, ის ჩვეულებრივ არავითარი კვალი არ დაუწყია ამ ყინვებს და ნორმალურად არის ასევე. ბალიც ვნახე, ბალი შეიძლება ძალიან ადრეულა ბალი არის, რომელიც ძალიან დაბალი პროცენტი, 5%-ია შეიძლება გაფუჭებული. დანარჩენი ისეთი საგანგაშო არაფერი არ არის რა. ერთადერთი არის, რომ ეს ლიმფა ჯიში, ახალი ჯიშია შემოსული კახეთში, სულ 7-8 წელი რაც შემოვიდა და აი ამაზე შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ნაწილია ეს 30% გაფუჭდა. დანარჩენი საგანგაშო არაფერი არ არის და ნორმალურად მიდის ყველაფერი უკვე წამლაობა იწყება და გაზაფხული დადგა და ალბათ ამის შემდეგ ვერაფერს აღარ დააკლებს ყინვები.